დღე მშვიდობისა ყველას, სალამი მეგობრებო, დილა მშვიდობისა. აბა როგორ ხართ? ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ხმა როგორ ისმის ჩემი? სალამი ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მოვედი ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ვართ? სალამი ყველას, გამარჯობა, ძალიან კარგი, კარგად თუ ისმის. მოვედი ჩემო ძვირფასებო, თქვენთან მოვედი. აი რაღაცნაირი დღეებია. აბა როგორ ვართ? როგორ არის ჩვენი დღევანდელი დღე? როგორია ჩვენი დღევანდელი დღე? მე მგონი ქართულიც მავიწყდება. კამათობთ? რატო კამათობთ, მეგობრებო, რატო კამათობთ? ბევრს ღამე არ გძინავთ. გაურკვევლობა გაქვთ. ძალიან ბევრს ფიქრობთ საყვარელ ადამიანებზე. ზრუნავთ ხო, მეგობრებო, ყველაფერზე თქვენ ზრუნავთ. გაიხარეთ, არა მიშავს მეგობრებო. ეს ორი დღე ვერ მოვიხერხე ვერანაირად თქვენთვის, ვერ მოვიხერხე, მაპატიეთ. გუშინ გასვენებაში ვიყავი, დილიდან გავედი. ვისთანაც მუშაობდი, ის რო გარდაიცვალა, ვიყავი იქ გასვენებაში. არა, აი ცილით დავკარგეო. არა უშავს მეგობრებო, მესმის თქვენი ძალიან კარგად მესმის. თქვენი მე ძალიან კარგად მესმის ჩემო ძვირფასებო. მოდი ახლა გადავუზიარებ ორგანას, მორიელს. ანა მარიას და რა ვიცი კიდევ ვის და კიდევ ვის მეგობრებო, ამიტომ აჰა. არა, კითხვა პასუხი არ მაქვს მეგობრებო და არასოდეს არ მექნება. მრავალ ბედობას დაესწარით, უფალმა სულ სიკეთე დაგიბედოთ მეგობრებო. აჰა, აქ ახარ ხო, აი ხო, ეხა დაგინახე. დაგინახე, ჩემო კარგო, კირჩხიბი, დაგინახე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. დავიწყებ მეგობრებო, ვინც ვართ, ამითი დავიწყებ. არა მიშავს, გაიხარეთ, არა მიშავს, მრავალი ბედნიერი წლები დაგბედებოდეთ. ჯამრთელობით პირველ რიგში მეგობრებო, პირველ რიგში ჯამრთელობით. დანარჩენი ყველაფერი იქნება, ასე რომ არ ინერვიულოთ. ამათ არ ღირს მეგობრებო, არ ღირს, არც ერთი პარტნიორი ამათ არ ღირს. აჰა. როგორც გინდათ, ჯერ მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით, თქვენ ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ჯერ დავიწყებ თქვენი ენერგიებით, მე მაინტერესებს ახლა როგორ ენერგიებში ხართ, ძალიან აფორიაკებულები ხართ, კარტებს ხალხში ვერ ვიკავებ. ძალიან აფორიაკებული ხართ მეგობრებო. აჰა, ნახეთ. აი როგორები ხართ, დამსხვრეულები, დამტრეულები, განადგურებულები, რატო ხართ ასე? ბევრი თქვენთაგანი დაიღალა ამდენი საუბრით, ამდენი ლაპარაკით, ამდენი ახსნა განმარტებებით, ამდენი, აი ნახეთ, დაიღალეთ. მეგობრებო, ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ.
არავის არაფერი არ აუხსნათ. არავის არაფერი არ უმტკიცოთ. არავის არაფერი აჩოტები არ აბაროთ. ეს არ გააკეთოთ. შეკითხვა არ დაუსვათ ვინმეს. ეს ესე გავაკეთო? ეს ესე ვქნა? არა, მეგობრებო. ეს არასოდეს არ გააკეთოთ. ხა. იმიტომ რომ ხო, აზრი არა აქვს, ჯერ ეს ერთი, რას ქვია, ვინმეს შეკითხვა უნდა დაუსვათ. არა, მეგობრებო. კონკრეტიკა შეიტანეთ. ნებისმიერ სიტყვაში და წინადადებაში. კონკრეტიკა, უი, მე იქ წავიდე? არა. მე იქ მივდივარ. მორჩა და წერტილი. მე ეს მინდა. მეგობრებო, ეს მე მინდა. ეს ასე იქნება. დამთავრდა. აი ხო ხედავთ, როგორ დაიღალეთ. როგორ განადგურდით, ხო, ხვდები, რომ დაიღალეთ, კი. არას თქმა ისწავლეთ, მეგობრებო. დრო ამის მოსული. ხო. არა. მეგობრებო, უბრალოდ ესე იგი გიждები, როგორ საუბრობს დასტები. არას თქმა ისწავლეთ, მეგობრებო. ხო. და არავის არაფერი არ მოუყვეთ. ყველაფერი შეინახეთ თქვენთვის. თქვენთვის, მეგობრებო. არავის არაფერი არ მოუყვეთ. თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები კიდევ, თქვენი ენერგიები. ბევრმა ცხოვრება თავიდან დაიწყეთ. ან უკვე დაიწყებთ, მეგობრებო. ხო, ბევრი ჭრილობებს იშუშებთ ჯერ კიდევ. ნახეთ? რანი, ნაკაპლენი ჭრილობებს იშუშებთ, მეგობრებო, ბევრი. ბევრი ჯერ კიდევ ბოლომდე არ ხართ გამოსულები. ხა. თქვენი ენერგიები, აი ნახეთ. სიყვარული, ჭრილობა და როგორი გაავადმოყოფათ ამ ყველაფერმა, მეგობრებო. დაგღალათ, ძალა გამოგაცალათ. ხო, ძალა ძალიან გამოგაცალათ, მეგობრებო. ძალიან დაიღალეთ ამ ყველაფრით. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები. ძალიან ისეთი მეგობრულები ხართ, ძალიან ერთგულები ხართ. ძალიან დიდი სიყვარული შეგიძლიათ. და ყოველთვის ატარებთ ამას. ამას არასოდეს არ კარგავთ. ამ მეგობრულ სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას არასოდეს არ კარგავთ. რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ამას არ კარგავთ. ეს არსად არ მიდის, ეს მაინც გაქვთ, ეს არის თქვენი. ხა. იმდენად ძლიერები ხართ, მეგობრებო. თებს შეძრავთ. ეს ხართ თქვენ. ნებისმიერ რისკზე წახვალთ, მეგობრობის, სიყვარულის, დედმამიშვილობის, ნათესაობის თუ ნებისმიერი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელები ხართ. და რატო აკეთებთ ამას? მე არ ვამბობ, რომ არ უნდა გააკეთოთ, მაგრამ ყველაფერზე არ უნდა წახვიდეთ. ბალანსი, მეგობრებო, არასოდეს არ დაივიწყოთ ბალანსი. შენ, მე შენ, ხო. აი ესე. სხვანაირად არ გამოგივართ. სამყარო არ გაგიშვებთ, ხო. თქვენი ენერგიები.
თქვენს ირგვლივ მინდა გითხრათ ძალიან ბევრი მითქმა მოთქმა დადის, ჭორები დადის. ეხლა გეტყვით რა ხდება აქ. ძალიან ისეთი ექსპრეს ადამიანები ხართ. აი ხო გეუბნებით ექსპრეს ადამიანი რას ნიშნავს? ყველაფერს აკეთებთ, ყველაფერი გემეტებათ სხვისთვის, ძალიან გარიზმატულები ხართ, ძალიან ენერგიულები ხართ, ძალიან თავდაჯერებულები ხართ და ხალხს უკვირთ, როგორ ხართ ასეთი, თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორები დადის, მეგობრებო. თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ნიღბიანი ადამიანი არის, მოდი ასე ვიტყვი. ხო, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ხალხს უკვირს, კაცო, აი როგორ ხართ ესეთი, როგორ შეგიძლიათ ესეთობა, აი როგორ ხართ ესეთი, აი როგორ არო სულ იცინით, როგორ არო სულ კარგ განწყობაზე ხართ, აი როგორ არო ყველაფერი შეგიძლიათ ყოველთვის, აი ეს ხალხს აინტერესებთ, როგორ ხართ ესეთები. ხა, როგორ ხართ ესეთები? როგორ ხართ და იმითი ხართ ესეთები, რომ ძალიან ერთგულები ხართ და ესაა თქვენი მოდი ასე ვიტყვი ტუზი გასაღები. ხო, ბედნიერება უკვირთ, კი, ამდვილად. არა და ბედნიერების შეგრძნება ყველაზე ადვილია ამ დროს. ოღონ უნდა შეგეძლოს. ეს გულით უნდა შეგეძლოთ. გულით თუ არ ხარ ბედნიერი, ძალით ვერ იქნებით. ხო იცით, მეგობრებო, ვიცით, კი. ამიტომ სხვას რაც არ შეუძლია, თქვენი უკვირთ. როგორ და აი ესე. გულუბრყვილა და უბოროტო ადამიანი ყოველთვის ბედნიერებას ასხივებს. ხო. რა ვთქვი ახლა? მეგობრებო, რა ვთქვი ახლა? სამართლიანი ადამიანი, გულუბრყვილო ადამიანი ყოველთვის ბედნიერებას ასხივებს. ყოველთვის სითბოს ენერგია. ესა ენერგიის კარტი. სითბოს ენერგიას ასხივებს, ყოველთვის სიყვარულს აფრქვევს, აი მეგობრულია, ერთგულია, აი ნახეთ, ხო. მეგობრებო, ეს ხართ თქვენ. თქვენ დიდთან დიდი ხართ, პატარასთან პატარა ხართ, მოხუცთან მოხუცი ხართ, ხო. აი ეს ხართ თქვენ და ეს უკვირთ ხალხს და როგორ უკვირთ, იმასაც კი მიხვდებით, რატო უკვირთ, ხო. ეს ხდება ჩემს ირგვლივ ზუსტად. აი ზუსტად ეს. ეს ჩემთან ხდება. ხო. თქვენი ენერგიები. აი ხო გეუბნებით, რამდენიც მეგობრებო, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო ეხლა თქვენზე. თქვენ ხართ ძალა, თქვენ ხართ ენერგია, თქვენ ხართ სხივი, სითბოს სხივი, რომელიც სადაც შედის, ყველგან შეავს. აი თქვენ სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველა თქვენ შემოგხედავთ. აბა თუ დააკვირდებით, მეგობრებო, შედით სადმე შენობაში, კაფე-ბარში, რესტორანში, აი სადაც არ უნდა შეხვიდეთ. ხალხი ყურადღებას მოგაქცევთ, იმიტომ რომ სითბო შეგაქვთ. მეგობრებო, ერთ რაღაცას გეტყვით ახლა. გუშინ ვიყავი გასაუბრებაზე და იქ გავესაუბრე ოჯახის იმ ოჯახის შვილს, ვისთანაც უნდა ვთქვათ, მინდა რომ შევიდე და ვიმუშაო. მოვიდა იქ შვილი, იმ ადამიანის შვილი გასაუბრებაზე და სააგენტოში ეუბნება იქ ერთ-ერთ წარმომადგენელს. დედას გეფიცებით, აი შვილს გეფიცებით, მეგობრებო. აი ისე მომეწონა ეს გოგო, ასე უთხრა იქ იმ სააგენტოს წარმომადგენელს. შვილმა ამ გოგომ, რომ აი ისე მომეწონა ეს გოგო, ამიდანო ისეთი სითბო მოდის და ენერგია მოდისო, გავგიჟდიო. აი შვილს გეფიცებით, მეგობრებო. აი ესეთები ხართ თქვენ. სადაც შედიხართ, ყველგან ყურადღებას გაქცევენ. ხალხი შეიძლება შემოუბრუნდეს და შეგხედოთ. ისეთი ენერგია მოდის თქვენგან, ხო? ისეთი დადებითი ენერგია, ნახე, სულ სხივი, სულ სითბო მოდის. აი ნახეთ. ხო, ყველა ყურადღებას მოგაქცევთ. დედას გეფიცებით, მეგობრებო. ეს იყო გუშინ, წუხელ.
ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე კითხვაზე პასუხები არ მაქვს. ეს ხართ თქვენ, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველგან თბილი აურა შეგაქვთ. ამიტომ უკვირთ ხალხს, როგორ ხართ ესეთი, როგორ ხართ და ხართ, მეგობრებო, ეს ბუნებით გაქვთ, ეს შეძენილი არაა. ამას ვერ შეიძენს ადამიანი. ეს ან გაქვს, ან არ გაქვს. ამას ვერ შეიძენ. ხო. თქვენი ენერგიები, აი მეგობრებო, აი რა აქვს, რამდენიც არ უნდა ამოვიღო ეხლა კარტი, აზრი არა აქვს. აი გეუბნებთ, დიდთან დიდი ხართ, პატარასთან პატარა ხართ, ბავშვთან ბავშვი ხართ. მოხუცთან მოხუცი ხართ, აი ხართ ის, რაც გააქვთ დაბადებიდან. ამას ვერავინ ვერ წაგართმევთ და აზრი არ აქვს. ეს არის თქვენი, ეს ხართ თქვენ ხართ დიდი ბავშვები. ხო, რომელიც ძალიან კარგი თვისებაა, როცა აქვს ადამიანს. თქვენ ხართ დიდი ბავშვები. ხო, მინდა გითხრათ. აი ესეთები მეგობრებო. დიდი ბავშვი. ამიტომ იყავით ესეთები ყოველთვის. იყავით ესეთები. იმიტომ რომ ეს ბავშვი არის თქვენი ერთ-ერთი პლუსი, რომელიც გინათებთ მომავალ გზას, აი რომელიც აი ეს ხართ თქვენ და ეს სხივია თქვენი და ეს სხივია ზუსტად ყოველთვის გზას რო გინათებთ მეგობრებო. ხო, აი ეს ხართ თქვენ. სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ეს სხივი შეგაქვთ. და ეს ხართ თქვენ, ესა თქვენი ბავშვი. თქვენი პატარა ბავშვი. ამიტომ იყავით ესეთები. არასოდეს არ დაგეკარგოთ ეს სხივი და ეს ბავშვობა, იმიტომ რომ ესაა თქვენი ტუზი. მოკლედ არ ვიცი, სასწაულები ხართ უბრალოდ. ესეთი იყო თქვენი დახასიათება, თქვენი ენერგიები. მეგობრებო, ნახეთ, ქვემოდან 100 წლიანები ხართ. ხო. არა, კითხვა პასუხი არ მაქვს მეგობრებო. კითხვა პასუხები არ მაქვს. კითხვა პასუხები არ მაქვს, ხახა. ეხლა უნდა კი ბატონო, ჩაიფიქრეთ თქვენ ადამიანი და მე ეხლა დავიწყებ მის ენერგიებს წავიკითხავ ეხლა მეგობრებო. მე ეხლა წავიკითხავ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიებს, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ და მე ეხლა წავიკითხავ მის ენერგიებს. ნახოთ ეხლა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია, ამიტომ დავიწყებ მეგობრებო. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები მთვარეშია, მინდა გითხრათ. ხო. მინდა გითხრათ, რომ მთვარეშია, ერთ ბედნიერ დღეზე ფიქრობს, მაგრამ ძალიან ეშინია ამ დღის. ერთ ბედნიერ დღეზე ფიქრობს, რომელზეც ძალიან ნერვიულობს და ეშინია. რატო ეშინია ამ ადამიანს არ ვიცი, მაგრამ ხო, თუნდაც ფიქრობს, რომ მაინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ მაინც ბედნიერი დღე მაქვს. შეიძლება იყოს დამთვარული, მაგრამ მაინც ებედნიერებოდეს ამ ადამიანს დღეს. კიდევ მისი ენერგიები, ხო? კი, ამ ადამიანს აქვს ეს ქარიზმა. ხო. ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ლიუბაპიტნი ადამიანები არსებობენ, ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრჯერ ყოფენ ცხვირს თავის ცხოვრებაში. ხო. ორი კარტი, აჰა. ნახეთ? მინდა გითხრათ, რომ აი თქვენსავით ისიც თქვენნაირ ენერგიებშია.
ხო, ისიც თქვენნაირად არის, ისიც ბევრ მოლაპარაკებებს აწარმოებს, საიდანაც მე უწევს ძალიან დიდი გულის ტკივილი. ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს ბევრ ადამიანებთან კონტაქტი, საუბარი უწევდეს, ურთიერთობა უწევდეს, შეიძლება იყოს ბიზნესმენიც, რაღაც ხო რა მოლაპარაკებებს აწარმოებდეს და ამ ყველაფრიდან ისე იღლება და ნადგურდება, რომ აი თქვენთანაც ზუსტად ესე იყო, მეგობრებო. შემთხვევით არაფერი ხდება, როგორც თქვენ, ასევე აი ნახეთ, როგორ განადგურებულია უბრალოდ. ხო. მე არ ვიცი, ამ ადამიანს შეიძლება როდესმე უფიქრია თავის მოკვლაც მაგალითად, სიკვდილიც, ხო, შეიძლება უფიქრია, შეიძლება უთქვია, რომ ღმერთო მოვკვდე და ვისვენო, რაღაც ესეთი აზრი მომდის, ხო, ესეთი რაღაცა შეიძლება სისულელეების ჩადენა უნდოდა, ან რაღაც, შეიძლება ეხლაც უნდა, არ ვიცი, მეგობრებო, ჩვენ ვკითხულობთ ეხლანდელ მის ენერგიებს, მოიკითხეთ, კარგადაა? ხო. ხო, ძალიან რთულ სიტუაციაშია. აი, როგორა, უკიდურეს სიტუაციაშია. ოხ, მეგობრებო, ძალიან ცუდათაა, მინდა გითხრათ. მე არ ვიცი რა დაიმართა ამ ადამიანს. მე არ ვიცი ამ ადამიანს რა დაიმართა. შეიძლება ვინმე დაეღუპა, შეიძლება აი ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შეიძლება მართლაც ფიქრობდეს სიკვდილზე, შეიძლება ნატრულობდეს სიკვდილსაც ნატრულობდეს. ხო, შეიძლება ლოთი, ხო. ნუ აი ხო ხედავთ, ვისთან რა და ვისთან რა ეხა, ყველასთან სხვადასხვანაირად ხდება რაღაცა ეს შავი ხვრელი, ხო. ვინ ლოთობით, ვინ მოწებით, ვინ ნარკოტიკით, ვინ თამაშით, ვინ რითი და ვინ რითი, მეგობრებო, ხო ეხა. ყველასთან სხვადასხვანაირად ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ ერთიანობაში შინაარსი ის რომ ძალიან ცუდად არის, ესაა ერთი. ხო. გამოუვალ სიტუაციაშია ძალიან. მინდა გითხრათ. ხო, იმიტომ რომ უყურეთ, სამყარო მიუკაკუნა, დროა დაასრულო. ხო. ხო, და ახალი ცხოვრება დაიწყო. აი, იმიტომ. რაღაც ეტაპი დასრულდა მასთან, ან სრულდება ეტაპი რაღაც და ეს ადამიანი ახალად უნდა დაიბადოს, ახალი მე უნდა დაიბადოს და ახალ ცხოვრებაზე უნდა იფიქროს. სხვანაირად არ გამოუვა, ნახეთ, აქედანაც სამყარო უკვე უკაკუნებს, უბრახუნებს, უკვე აღჩობს. მოდი ასე ვიტყვი, კუთხეში მიამწყდია უფალმა და ეუბნება, ეხლა გამოსწორების დრო გაქვს დამდგარია, არ გამოსწორდები და გექნება შავი ხვრელი. ანუ აბა სიკვდილი მას ჩამოხჩობა, აბა სიკვდილი მას ჩამოხჩობა, ხო. მულტფილმში როა, მეგობრებო. ხო. აი ესეა, კი. გამოღვიძება ეწყება, გამოღვიძება, იმიტომ რომ სამყარო ჩაერია, მეგობრებო. კიდევ აბა მისი ენერგიები, მეგობრებო. მოკლედ ეს ადამიანი ახლა ძალიან ცდილობს, რომ ფეხზე წამოდგეს, ხო, გამოცოცხლდეს, ახალი ცხოვრება დაიწყოს, დაიბრუნოს თავისი ბედნიერი სახე, ხო, გამოისყიდოს თავისი დანაშაული, რო იტყვიან და ამ ყველაფერზე ძალიან უნდა ეცადოს. ნახეთ, რომ ამ ყველაფრიდან განთავისუფლდეს. ჩვენი ამის წინა ბოლო ლაივში იყო ესეთი რაღაცა, რომ იქ რა იყო, მეგობრებო, რაღაც მსგავსი იყო, კი, რაღაც მსგავსი იყო სიახლეებთან დაკავშირებით, რაღაცა მახსოვს ესეთი. ხო. ამიტომ ამ ადამიანს ახლა ექნება ესეთი გამოღვიძება. კი ბატონო, არ ესმის. ამიტომ სამყარო გააგონებს, მეგობრებო. თქვენ ვერაფერს ვერ იზამთ, სამყარო მიუკაკუნა მას და ამიტომ ეხლა ძალიან რთული იქნება მისთვის ამ ყველაფრიდან გამოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. აი ხო გეუბნებით, სამყარო მუთხრა, აბა სიკვდილი მას ჩამოხჩება, თუ სიცოცხლე გინდა იბრძოლებ, თუ სიკვდილი გინდა და მზად ააგერ ხვრელი და საფლავი გათხრილია და თუ არ გინდა, კი ბატონო, რა პრობლემაა? ამთავრდა. ხა.
მაგრამ ეს ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ აი მეგობრებო, ხო, არაფერი არ ხდება შემთხვევით სამყაროში. ეს ადამიანი იმდენად მიამწყდია უფალმა კუთხეში, რომ ეხა დაიფიცებს და ისე დაიფიცებს, რომ ხო, სერიოზულად დაიფიცებს და სხვათა შორის ამ ადამიანს შეუძლია ეს ყველაფერი უბრალოდ მონდომება, ხო იცით, ეხა მონდომება დიდ რამეს ნიშნავს. ამიტომ აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან. აუცილებლად გამოვა ამ ყველაფრიდან. კი ბატონო, მეგობრებო. კიდევ აუცილებლად გამოვა, მაგრამ ბევრს იორჭოფებს. საკუთარი თავის კონფლიქტშია. პრაწივარეჩიე, ანუ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, აი ხა ხდება მე ძლიერი ვარო, ხო, შეიძლება ისიც თქვას მე ძლიერი ვარ გამომივაო, შეიძლება ამასაც იტყვის, რომ მე გადავლახავ, მე გადავცურავ ზღვას. ხა, ამასაც იფიქრებს. კი, მეგობრებო, აი ხო ხედავთ, ხო გეუბნებით, ეს არის ვირთხა. ოღონდ წყლის ვირთხა. ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან, მინდა გითხრათ. შეიძლება უბრალოდ ჭირდებოდეს წმენდები. ხო. თუ კი დაგიჯერებთ თქვენ ეს ადამიანი, შეგიძლიათ შესთავაზოთ წმენდები. და ეს წმენდები აუცილებლად დაეხმარება უბრალოდ რომ რაღაც ეს ეტაპები უფრო ცოტა უფრო შედარებით რბილად არა ადვილად გადაიტანოს. ხო, წყლის ვირთხა. ვირთხის წელში ხო არა დაბადებული. ვირთხის წელში, თაგვის წელში, უი რაღა ოქნა. ხო, აი ხო ხედავთ მეგობრებო. ხო. მისი ენერგიები, როგორია მისი დღევანდელი ენერგიები? აი როგორაა დაღლილი. პანიკაშია ეს ადამიანი, მინდა გითხრათ და ფიქრობს ეხა, რომ ფიქრობს, აი ნახეთ, ჩაიხვია, ძალიან ჩაიხვია ამ ადამიანმა და ხო, ფიქრობს ეხლა, რომ ესე ყოფნა დიდხანს არ გამოუვა. აი ნახეთ, როგორ ფიქრობს, რომ როგორ გამოვიდეს ამ ყველაფრიდან, როგორ აანალიზებს ეხლა თავის აქციელს, მინდა გითხრათ და ხო, როგორ აანალიზებს წრუწუნ, გაუძელი წრუწუნ, მიდი ჩაასხიო, მულტფილმში როა, მეგობრებო. ხო, არწივი რო ასხამს პირში, წუნა და წუწუნაშია, ხო? მე მგონი წუნა და წუწუნაშია. ხო. ხო და ესეა კი. ამიტომ ამ ადამიანს აქვს ეხლა ის დრო დამდგარი, რომ ამ ყველაფერს აანალიზებს, ამ ყველაფერზე ეხლა ფიქრობს თავის წარსულ გავლილ ცხოვრებას, უახლოეს წარსულ ცხოვრებას, სადაც იყო დამთვარული და სულ ერთი და იგივე წრეზე დადიოდა ადამიანი. ნახეთ აქ როგორ ხატია, ჩახვეული. შემოგიძვრა, აბა რა, ბლოკი ახსნა. ბლოკვა, განბლოკვა. ეს იცის დიდმა სიყვარულმა მეგობრებო. რო იცოდეთ ისე. დაიბლოკეთ ახსნა, ეს იცის სიყვარულმა. როდესაც ადამიანს მოდი ესე ვიტყვი ბოდიში და ფეხებზე კიდიხარ და არ აინტერესებს თქვენი არანაირი არაფერი, ის არც დაგბლოკავს და არც განბლოკავს. დაგტოვებს ისე ახსნილს და რაც გინდა ისქენიო იტყვის. როდესაც ადამიანს არ აინტერესებს შენი არაფერი და როდესაც ესე დაგბლოკი, არაბლოკი, დაგბლოკავს, გაგხსნის, ეს იცის სიყვარულმა. მაგრამ ნუ რა ვქნათ, ყველას თავისებურად აქვს ეს გამომჟღავნების მანერა.
გამარჯობა. მოკლედ, მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი პარტნიორის დახასიათება. მოდი 1-2 ბარათიც კიდევ ამოვიღოთ და აი რა ვთქვი ეხლა? აი ეხლა რა ვთქვი? აბატონო. მე აქ ვხედავ დიდ სიყვარულს. მე აქ დავინახე აი უპირობო სიყვარული. არ ვიცი, გაგიკვირდეთ თუნდაც. გაგიკვირდეთ. აი ხო გეუბნები ახლა რაც თქვი, ადამიანებს გააჩნიათ თავისებური გამომჟღავნების მანერა. ზოგი დაბლოკვით გამომჟღავნებს, ზოგი ბლოკის ახსნით. ბლოკი, ანბლოკი. ხო და ნუ ესე თამაშობს თქვენი პარტნიორი, ამიტომ ჩემო ძვირფასებო ერთი რაღაცა კარგად დაიმახსოვრეთ. რამდენჯერაც არ უნდა დაგბლოკოთ ამ თქვენმა პარტნიორმა, თქვენი სიყვარული მაინც აქვს. ეს არის უპირობო სიყვარული, ეს არის სრულყოფილი სიყვარული. თქვენ ხართ მისთვის ძალიან ძვირფასი, ფასეული, ღირებული. აი თქვენ ხართ წინამძღოლი ამ ურთიერთობის. თქვენ მიყავთ პარადი აქ. მოდი ასე ვიპაკრავი წელს ტვენი. ეს ხართ თქვენ. თქვენი მიყავთ ეს ურთიერთობა. თქვენ ხართ ძალიან დიდი როლის მოთამაშე ამ ურთიერთობაში. თქვენ თუ გენდომებათ, ეს სიყვარული გექნებათ. არ გენდომებათ, არ გექნებათ. თუ თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ისე უბრალოდ ამ ადამიანს უყვარხართ. თუმცა მას უნდა ეს ყველაფერი. წამყვანი როლი უნდა მას. ამ ადამიანს ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენი. სავერშენსტვა. რას ლაპარაკობთ, მეგობრებო? არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა. ხო, თუმცა აქ მანძილია. აქ სიყვარულია. ეს არის მისი გამოცდა, რომელიც სამყარო მოუწყო. აი ხო გეუბნებით. ამ გამოცდას როგორ ჩააბარებს, იმაზეა საქმე. ეს ადამიანი თუ კი ამ სამყაროს გამოცდას გაივლის, ისე როგორც სამყაროს ჭირდება, თქვენთან მოსასვლელი გზა, თუ კი ამ გამოცდას ჩააბარებს, მეგობრებო, თქვენი თავი მას სამყარო მიუძღვნის თქვენს თავს მას, ანუ ამ სიყვარულს სამყარო უბოძებს, თუ არა და არა. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, სასწაულია, მაგრამ ხო რაღაცები ამ ადამიანმაც უნდა დათმოს. ხო, მავნეჩვევები იყო ბოლო ლაივში. მავნეჩვევები, დასათმობი მავნეჩვევები კი. აი ზუსტად ესეც იყო დღეს მის დახასიათებაში. მავნეჩვევებზე მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო, კითხვაზე პასუხები არ მაქვს, ადამიანებო, ქართული არ გესმით? იტალიურად გითხრათ, მეგობრებო? ჰა? მოკლედ, სალამი ყველას მოგესალმებით, გაიხარეთ, ჩემო ძვირფასებო, არა მიშავს. რაო? ჯიბრზე წერონ, გავქნა ახლა. მოკლედ, ესეთი იყო მისი დახასიათება და თუ კი ემთხვევა მის დახასიათებას და ენერგიებს, ჩემო ძვირფასებო, სურვილისამებრ დარჩით და გავაგრძელოთ. ხა. გავაგრძელოთ, მეგობრებო, გავაგრძელოთ. ეხლა მე რა მინდა? ეხლა მინდა ტაროს დასტა. აჰა, ვინ მირეკავს? ჩემო ძვირფასებო, თუ კი გაწყდება, აუცილებლად დაგირეკავთ კი არა და შემოვალ ისევ, ერთი წუთით უნდა ვუპასუხო. ვედი. დაგიბრუნდით, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი თემა რა არის, არ ვიცი. მოდი ვნახოთ მაინც, რასაც გვეტყვის თქვენი პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. დღეს მივანდოთ საუბარი მას და რასაც გვეტყვის, მეგობრებო.
მოდი ვკითხოთ, რისი თქმა უნდა თქვენს პარტნიორს. რას გვეტყვის თქვენი პარტნიორი მეგობრებო? რისი თქმა უნდა თქვენს პარტნიორს? რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ თქვენი პარტნიორი? ჩემო ძვირფასებო, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. მხოლოდ ჩაიფიქრეთ ადამიანი და უბრალოდ რას გეტყოდათ? აი საშუალება რო კონდეს, უფლება რო კონდეს, ზოგადად რო შეიძლებოდეს თქვენთან ახლოს რო იყოს, რისი თქმა უნდა და ზოგადად რა უნდა რო გითხრათ? რა არის ისეთი, რაც უნდა იცოდეთ? რა არის ისეთი, რაც უნდა იცოდეთ? დავიწყებ. რისი თქმა სურს თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს? რას გეტყოდათ? ხო, რას გეტყოდათ და ძალიან ცუდათაა. დეგრადირებული. ანა მარია. შენ იცი ხოლმე თქმა დეგრადირებული. აბატონო, დეგრადირებული ადამიანი, რომელიც დამარცხებული გზნობს თავს, სირცხვილ ნაჭავი თავმოჭრილი, ადამიანი, რომელსაც უკვე ძალა აღარ აქვს. რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? ამ ადამიანმა რაღაცაზე უარი თქვა. მე არ ვიცი რაზე თქვა უარი, ეხა ყველასთან სხვადასხვანაირად მეგობრებო, ეს უარი ყველასთან არის სხვადასხვანაირად. ხო. ამ ადამიანმა რაღაცაზე უარი თქვა. ან უნდა თქვას რაღაცაზე უარი. ყველანაირი ხერხის გამოყენება უწევს რაღაცების გადასატანად თუ დასამალად თუ რაღაცების არსათქმელად. ამ ადამიანს შეიძლება რაღაცის თქმა არ უნდოდეს და ყველანაირი ხერხს მიმართავდეს იმისთვის, რომ რაიმე არ გააკეთოს, ან არ თქვას, ან ვერ ათქმევინონ, ან ვერ გააკეთებინონ რაღაც მსგავსი. ხო, იმიტომ რომ რაღაცებს მალავს ეს ადამიანი, თუმცა ამბობს, რომ აქამდე რაც არ გამომივიდა, კიდევ ეცდებიო. ეს არის მანიპულაცია ერთ-ერთი ადამიანის, რომელსაც რაღაცის გაკეთებას ვერ დააძალებ. ხო. აი ესე საუბრობს ეხლა. მე ხა დღეს ესეთი პარტნიორია მოსული მეგობრებო. ხო, თითქოს ერთი და იგივე წრეზე დადის და ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს, თუ ერთი და იგივენაირად იქცევა. ამ ადამიანმა ვერ შეცვალა ტაქტი თავისი ცხოვრების. ანუ, ნახეთ რა ხდება, ვერ ხვდება იმას, რომ ადამიანმა რაღაცა შეცვალოს, მიდგომა. აზრი შეცვალოს, ხედვა შეცვალოს, მიდგომა შეცვალოს. თუ მაგალითად მარჯვენა მხრიდან მიდიოდი, ეხლა უნდა წახვიდე მარცხენა მხრიდან. აი ვერ ხდება ამას, რომ შეცვალოს. ხო, გამოსავალი შეცვალოს. კიდევ რას გეტყოდათ? ხო, ეს სულელი, ნუ რა ქნას ეხლა. აკი მასხარა. მაგრამ ბედნიე. ხო, აი ურთიერთობაზე. აი ოჯახი, ნახეთ. ეს ამ ადამიანმა არ იცის ურთიერთობაში მუშაობა. მოდი ესე ვიტყოდი. ამ ადამიანმა არ იცის ურთიერთობაზე მუშაობა. არ იცის როგორ უნდა მიუდგეს ზოგადად ამა თუ იმ სიტუაციას, იმ პრობლემას, ამ პრობლემას. მარტო იცის თავს დაადებს, მოდი ესე ვიტყვი, ბოდიშით, ეხლა რასაც ღლონტის ღორივით დაადებს თავს და მიდის. სად მიდის, ან გამართულად მიდის, ან მორგებულია ის წასვლა მისთვის, თუ რა, ამას ვერ ხდება ადამიანი. მიდის, აქ შეიძლება გადაიჩეხოს, იმას არ უყურებს, აქ გადავარდება, არ გადავარდება, არგია, არ არგია, ან კარგია რომ მიდის, ამას არ უყურებს, არ უფიქრდება მეგობრებო თავის ნაბიჯს, თავის აქციელს არ უფიქრდება ეს ადამიანი მიდის. ხო. თავარია მიდის. ხო. თავარია მიდის. და სად მიდის და როგორ მიდის, იმას არ უყურებს, რომ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს ადამიანი. ერთი და იგივე საქციელებს იმეორებს ადამიანი, ანუ ერთ წრეზე დადის. ხო. მე რა რომ სიყვარული აქვს, ეს თქვა იქ აღწერაშიც თქვა, რომ ძალიან დიდი სიყვარული აქვს, მაგრამ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს ადამიანი და იმას ვერ ხდება, რომ ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს.
ხო, ანუ ვის ყველას სხვადასხვანაირი რაღაცეები აქვს, ხო? კი, მეგობრებო, კი. კი ბატონო. ხო. კიდევ, რას გვეტყვის? რას გვეტყვის? ხო, ამიტომ ამერე რომ არ უმართლებს არაფერში, ამიტომ ამერე რომ ვერ ხდება უკვე იმ ხელა პრობლემის და დანაკარგების წინაშე, ეს ადამიანი ძალიან დიდი დანაკარგების წინაშე დგას უკვე მეგობრებო, ამ თავისი რაღაც დაუფიქრებელი ნაბიჯებით და საქციელებით. ერთი და იგივეს ყოველ ჯერზე ერთი და იგივე კიდევ და კიდევ და კიდევ 8 ჯერ, რამდენჯერ? ხა. ერთი და იგივეს იმეორებს, ხა. ეხლა თუ ეს ურთიერთობას ეხება, ეხლა ფიქრობს რომ ხوار დავაგვიანებ, ანუ ხوار დამაგვიანდება, თქვათ სიყვარულთან. ხო, ხوار ყავთ ვინმე, აი ძალიან ამ ყოლაფერს კი ფიქრობს, მაგრამ იცით მე როგორ ფიქრობს, ზედაპირულად ფიქრობს ამ ყოლაფერს. ანუ აზრს არ ატანს თავის ფიქრებს და საქციელებს, მეგობრებო, მე არ ვიცი ხა ეს ვინაა. უბრალოდ აი ესეთია თვითონ ამბობს ეხლა რომ მე ესეთი ვარო, ხო? აი ყველაფერი მაინტერესებს ეხლა რას გვეტყვის. კიდევ რას გვეტყვის? ხო, კიდევ რას გვეტყვის? ვერაფერს ვერ მოაგვარებს ეს ადამიანი დღევანდელ დღეს, ამ პრობლემებს ერთ დღეს და ორ დღეში ვერ მოაგვარებს. ძალიან დიდი პრობლემის წინ. შეიძლება დიდიც არ იყოს, მაგრამ ნუ ვისთვის დიდი და ვისთვის როგორ, მეგობრებო. ხო, ვერ აგვარებს თავის პრობლემებს ეს ადამიანი ვერ აგვარებს, ვერა. ძალიან გაუბედურებულია, ძალიან რუტინულ ცხოვრებაში, ეს რუტინათ აქვს უკვე გადაქცეული ერთფეროვნებაში. შეიძლება ბევრი არა, შეიძლება ზოგიერთი პატიმარიც იყოს, არ გამოვრიცხა და ადამიანს, რომელსაც შეიძლება ხელიც კონდეს ჩაქნეული და ამის დედაცვატირეო ამბობდეს და ხო, ნუ ბოდიში ამ სიტყვისთვის ფეხებზე ეკიდოს თავისი ცხოვრება და ადამიანს, რომელსაც ფეხებზე ეკიდია თავისი ცხოვრება, იმას სხვისი ცხოვრებაც ფეხებზე ეკიდია, მეგობრებო. ხო. კიდევ რას გვეტყვის? აი ხო გეუბნებით, ეს ადამიანი დამოკიდებულია ვიღაცაზე და რაღაცაზე. შეიძლება კონდეს მავნე ჩვევები, შეიძლება ოჯახზე იყოს დამოკიდებული დედმამაზე, შვილებზე, სამსახურზე, ფინანსებზე, ურთიერთობებზე, ხო ეს ტაკი მასხარაობა, ვინ რა და ვინ რა, მეგობრებო. ეს ადამიანი ახლა მე თუ მკითხავთ, სანდო არაა. ამ ეტაპზე ამ ადამიანს რაც არ უნდა დიდი სიყვარული კონდეს, მეგობრებო, ეს ადამიანი ამ წუთას სანდო არაა. ამას ვერ დაეყრდნობით, ამის საქციელებს ვერ დაეყრდნობით, ამის სიტყვას ვერ დაეყრდნობით, ამის ნათქვამზე ვერ იქნებით, ამის დაპირებებზე ვერ იქნებით, მეგობრებო. ამ ეტაპზე ეს ამას თვითონ ამბობს. ამის ნდობა ეხლა არ შეიძლება. ხო. ეს ეხლა რასაც თვითონ ჩადის, ეს არის ამორალური ცხოვრება. ნუ ვისთან რა და ვისთან რა ეხლა, მეგობრებო, თქვენ სიტუაციას მოერგეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვართ. ხო. სხვადასხვა ინტერესებით არის დატვირთული ეხლა ყველა თითოეული თქვენთაგანის პარტნიორი. ყველას თავისებურად ტვინში ულხინს. მინდა გითხრათ, ხო. ეს ადამიანი არის ეხლა სულ ჩაკეტილი ადამიანი, დაბალ ვიბრაციებში სულიერად. ამ ადამიანს ვერ ენდობი, ეს ადამიანი ეხლა არის ის ადამიანი, რომელიც ფაქტებს ერთმანეთს ვერ უკავშირებს, ვერ უპირისპირებს, ადამიანი, რომელიც სიმართლეს ეხლა არ უყურებს თვალებში თუ ვერ უყურებს, ვერ აანალიზებს კარგს და ცუდს, მოკლედ ეხლა არის დაბინდული მისი გონება. ხო. ბრძოლობს, მაგრამ ვის ებრძვის არ ვიცი. ხო, ამ ადამიანს ეხლა შინაგანად თუ კი რაიმე ის აქვს დაგროვებული აგრესია, მეგობრებო და კონფლიქტი,
ხო, შეიძლება სპორტში ხარჯავდეს, ან სპორტზე დადიოდეს, ან დარბოდეს, ან რაღაცით იყოს ისე დაკავებული, რომ ამ გულს აყოლებდეს, ხო, რაღაც ესეთ მსგავს აკეთებდეს. ხო. რაღაცით ხო. ნუ რა ქნას ახლა სიყვარული აქვს კი, მაგრამ ნუ რადგინდა. ოხ, რა გავაკეთე. მეგობრებო. ამოვიდა ეს კარტი. ეს არის განქორწინების კარტი, თავისუფლების კარტი, განკურნების კარტი. ნუ ეხა ვის რა გაქვთ, არ ვიცი. თქვენი პარტნიორი ასე ამბობს, ძალიან მინდა თავისუფლება, ნუ ცოტა ხანი მაინც, ძალიან მინდა რომ ვინმე გამიგოს, თუ კი ქორწინებაში იმყოფება ეს ადამიანი და თქვენ ნამდვილად იცით რომ თქვენ მესამე ხართ და თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ყავს ოფიციალურად პარტნიორი, ქორწინებაშია, ამ ადამიანს იქ განქორწინება უნდა მინდა გითხრათ. ხო. განქორწინება, ნახეთ? განქორწინება. იმიტომ რომ არასრულყოფილებაში იმყოფება იქ. ხო, იქ იმყოფება არასრულყოფილებაში. თქვენ თუ კი ხართ მესამე პირი და თქვენ სამკუთხედში იმყოფებით, მეგობრებო, იცოდეთ რომ ესაა თქვენი სიყვარული აქ აქვს. აქ აქვს სიყვარული თქვენთან. იქ ამ ადამიანს განქორწინება უნდა. თუ თქვენთან იყო ქორწინებაში და სადმე წასულია მესამე პირთან თქვენი პარტნიორი, თქვენთან უნდა დაბრუნება იცოდეთ. ეხლა ვის რა პოზიცია გაქვთ, მე არ ვიცი მეგობრებო. ეხლა ვიტყვი უფრო დაზუსტებით. სადაც არ უნდა იყოს თქვენი პარტნიორი წასული, თქვენთან დაბრუნება უნდა იცოდეთ. მეორე ხართ თუ მესამე ხართ, არ აქვს მნიშვნელობა. სადაც არის წასული, იქედან წამოსვლა უნდა, იქ დასრულება უნდა იმ ყველაფრის. ხა. იმიტომ რომ თქვენთან აქვს დიდი სიყვარული. იქ ამბობს რომ თითქოს რაღაცა შეცდა, იქ რაღაც იყო გადახრა, იქ ცოტა გადაუხვია გზიდან, იქ რაღაც მოხდა ისეთი და იქ რაღაც მოხდა ეთყობა ისეთი, ნუ არ ვიცით ეხა რა მოხდა, მაგას ჩვენ ახლა აქ ვერ განვიხილავთ. ხო, ამიტომ არ დაიწყებლოთ მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებლოთ. არ დაიწყებლოთ. საჯაროა გაშლა კი. ლაივი მაქვს საჯარო. აჰა, ოჯახი. ოჯახი, დასწავლე. ამ ადამიანს უნდა ოჯახში დაბრუნება. ამ ადამიანს უნდა ოჯახი. თქვენთან უნდა ოჯახი. თქვენთან უნდა დაბრუნება. ამ ყველაფრის კარგის მხრივ დაბოლოება. სამიანების თასები, პრობლემების გადაჭრა, დაბოლოება, დამაკმაყოფილებელი შედეგები, სრულყოფილება და თქვენთან ხო, აი თქვენთან მეგობრებო. თქვენთან იქ განქორწინება აქვს და თქვენთან უნდა. აი ხო გეუბნებით, თუ კი თქვენ ხართ მესამე პირი და თქვენ ნებით თუ უნებლიეთ მოხვდით დაოჯახებულ ადამიანთან, მამაკაცთან, ქალბატონებო და თუ კი თქვენ ეს მერე გაიგეთ, რომ თქვენი პარტნიორი იმყოფებოდა ქორწინებაში, იცოდეთ რომ ამ ადამიანს იქ უნდა განქორწინება და თქვენთან უნდა ოჯახი. რა თქმა უნდა, არ გინდოდეთ წასული ადამიანის უკან დაბრუნება არის ჩემო ძვირფასებო სიკვდილზე ხელის მოწერა. იცოდეთ. ხა. ამიტომ იცოდეთ რომ იქ განქორწინება აქვს. ან აქვს, ან ძალიან მალე ექნება. და მერე მოდის თქვენთან ეს ადამიანი ოჯახის შესაქმნელად. ნუ ეხა ეს თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ასე ფიქრობს. ხა.
მოსვლა. ეხლა გავაგრძელებ მეგობრებო. თუ იქნება ეს ადამიანი სანდო, როდესაც თქვენთან მოვა. მოდი ეხლა დავუსვათ ესეთი შეკითხვა. თუ იქნება სანდო ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში მოსვლა. ამ ადამიანს ეშინია დაგვიანების, გაჭიანურების, დროის გაწელვის. ეშინია. თუმცა ვერ ღებულობს იმის გადაწყვეტილებასაც, რომ თქვენამდე მოვიდეს, აი ოფიციალურად რომ მოვიდეს. უნდა ერთია, მაგრამ კი, მეგობრებო. აუცილებლად გადაწყვიტავს და მოვა. აი ნახეთ ტენდენციის შეცვლა, ეს ადამიანი აუცილებლად შეეცდება ურთიერთობაში რაღაც სიახლეების შემოტანას. კი. აუცილებლად ეცდება, იცოდეთ ეს ერთი. ნუ ვიმეორებ, თქვენი გადასაწყვეტი იქნება, გენდომებად თუ არა, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება. ხო, ამიტომ თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ისე იქნება ისე. თუმცა ემოციით მოდის, თასებით მოდის კი. ამ ადამიანმა შეიძლება დაგპატიჟოთ სადმე პიკნიკი მოგიწყოთ ან კაფე-ბარში ან რესტორანში ან სადმე ბუნებაში, რა ვიცი, შეიძლება რაიმე მოიფიქროს და დაგპატიჟოთ, ხო, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რომ რაღაცა ხაი ხო გეუბნებით სიახლეები შემოიტანოს ურთიერთობაში. ეს ორივე კარტი არის, ბარათი არის სიტუაციის შეცვლა უკეთესობისკენ, გაუმჯობესებისკენ. კი. ეხა ისიც არ გამოვა, ხო? ვიცით, რომ უცებ ეხა მოვიდეს და უცებ დაგეტაკოთ და აბა არიქა ჰე და ოჯახი შევქმნათ. ესეც ამასაც ვერ იზამს, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება. იცის რომ არ დათანხმდებით, ჯერ არც უნდა დათანხმდეთ ესეთ რაღაცას მეგობრებო. ვაიმე შენი ჭირიმე შენ გენაცვალე, როგორ გელოდებოდი, სად იყავი აქამდე, ჰე არიქა და ჩქარა დაოჯახდეთ. ეს არც გაიფიქროთ მეგობრებო. ხო. უბრალოდ დამკვირვებლის როლი მოიგეთ. ძალიან ბევრი რამე არიცით თქვენ ამ ადამიანის შესახებ. ხო, აი ნახეთ რამდენი ტყუილები, რაღაცებს ძალიან გატყუებდათ, მეგობრებო. გატყუებდათ იმას, რომ შეიძლება ისიც არ იცოდით, როგორ უყვარხართ და როგორ უყვარდით, როგორ ნერვიულობდა აქამდე. ამ ყველაფერს არ გეუბნებოდათ ეს ადამიანი. გულწრფელი არასდროს არ ყოფილა თქვენთან. ხო, ამიტომ არ შეიძლება ყველას ნდობა ესე გულღიად, ყველას არენდოთ მეგობრებო. ესე თქვენი გული ადამიანს ხელის გულზე არ დაუდოთ ესე არ შეიძლება. როგორ შეიძლება ესე ჩააბაროთ თქვენი ცხოვრება ვიღაცას? მეგობრებო. როგორ უნდა ეინდოთ ესე ბოლომდე ადამიანს? ესე თქვენი სიყვარული და თქვენი გული არავის არ ჩაუდოთ ხელში. ესე ლანგარზე არ მიაწოდოთ არავის ამ ხელა სიყვარული. დაიტოვეთ თქვენთვის, მეგობრებო. თქვენთვის დაიტოვეთ. იმიტომ რომ თქვენც გჭირდებათ. ხო. კი ბატონო. კიდევ რას გვეტყვის? არის თუ არა, თუ იქნება სანდო ეს ადამიანი? არენდოთ. არა, მეგობრებო. ბოლომდე მაინც არენდოთ, რაღაცნაირად მაინც არენდოთ. დააკვირდით. აჰა, მანიპულაციები. ეს ადამიანი როგორც ჩანს არ მოიშლის ამ ყველაფერს. თან ამ ყველაფერს აკეთებს როგორ იცით პრაქტიკულად თითქოს და მეგობრებო არ ვიცი ხო რა მანიპულატორი ყოველთვის ძალიან პრაქტიკულად აზროვნებს თავისი მხრიდან, იმიტომ რომ ამ ადამიანს ყველაფერი გათვლილი აქვს. ხო, ეხა შეიძლება ისიც ითქვას, რომ სიყვარულის გამო ყველაფერი ნებადართულია და დასაშვებიაო. რუსები ძალიან კარგად ამბობენ ამ გამოთქმას. ხო, და ისე ამ ადამიანს ძალიან ისეთი ოქროს ხელები აქვს, ხელი რასაც არ უნდა მოკიდოს, ყველაფერი კარგად გამოსდის. ხო. ყველაფერი ძალიან კარგად გამოდის. ტყუილების კარგად გამოსდის.
მანიპულაციებიც კარგად გამოსდის, საკუთარი თავის ძალიან დიდი რწმენა აქვს, გამოცდილი მანიპულატორია, როგორც იტყვიან. ხო. კიდევ რას გვეტყვის? ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება ეხლა, მინდა გითხრათ. ძალიან ნერვიულობს თავის ყოფას, თავის ტყუილებს, თავის ყველაფერს ძალიან ნერვიულობს იმას, როგორ წავიდა და როგორ დაგტოვათ, მაგალითად. ხო, ამ ყველაფერს ძალიან ნერვიულობს. თუმცა თქვენთან უნდა ბედნიერება და სიხარული და არ დადეგები, კი. ამბობს, მანამ გავაგრძელებ, სანამ არ დაგიბრუნებო. აი გეფიცებით ამას ამბობს. მანამ გავაგრძელებ, სანამ არ შევქმნი შენთან ოჯახს. მანამ გავაგრძელებ, სანამ არ დაგიბრუნებ. მანამ გავაგრძელებ, სანამ ჩემი არ იქნებიო. თუმცა ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის მოვდივარო ამბობს. ეხა არ ვიცი, არ გამომიხტეთ. არ გამომიხტეთ. მე არ დამაყაროთ, მეგობრებო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სამართალი პურს ჭამს კი. ეხა თქვენი სამართალი ჭამს პურს. მისი კი არა, თქვენი მეგობრებო. ხო. ხო. მისი არა, თქვენი სამართალი ჭამს პურს. მოდი მინდა ვკითხოთ, რას მოიმოქმედებს ბოლო-ბოლო. აი მისი მოქმედება, კონკრეტული მოქმედება რა იქნება თქვენსკენ. მისი კონკრეტული ქმედება რა იქნება თქვენსკენ. ფინანსები. ეს ადამიანი მიღწევებზე საუბრობს, კეთილგონიერებაზე საუბრობს. გეუბნებით, ეს ადამიანი აუცილებლად მოიფიქრებს სასიკეთოდ ისეთ რაღაცას, რომ ურთიერთობა დაასტაბილუროს. სტაბილურობა. ნახეთ? სტაბილურობა. შეიძლება ჩადოს თქვენში ფინანსები, კეთილგონიერება, აი მოიფიქროს, როგორ დაგეხმაროს, როგორ გააუმჯობესოს ეს ურთიერთობა, როგორ იმუშაოს ამ ურთიერთობაზე შეიძლება. ხო, ამისთვის იმუშაოს. ხო. ოღონდ სიფრთხილით. სიფრთხილისა ჯიქურ არა, ჯიქურ არა, მეგობრებო, ხა ძალით, ესე ძალდატანებით გინდა თუ არ გინდა, მე ესე მინდა, ესე ძალით არა. ანუ სიფრთხილით. წინდა ხედულობით. ხო. გაგიკვირდებათ, მაგრამ კი, ნუ ესეც შეიძლება ერთ-ერთი მანიპულაცია იყოს, მაგრამ ხო, იცოდეთ რომ შეიძლება ესეც ერთ-ერთი მანიპულაცია იყოს, კი, ესა და ეს მანიპულატორის კარტი. ხო. ხო გეუბნებით. ახალი შესაძლებლობები, ახალი გზები, ახალი აი რაღაც ახალს მოიფიქრებს. ძველ პრობლემებთან ახლებური მიდგომა. აი ძლივს გამოიღვიძა. თავიდან ხო ამბობდა, რომ სულ ერთი და იგივე წელზე დადიოდა. ეხლა მეგობრებო, იმდენად ცოტა შეცვლილი დაბრუნდება, ანუ თუნდაც მანიპულაციებით, მაგრამ სამაგეროდ მიხვდება, რომ არაფერი აღარ გამოსდის ძველებური ხრიკებით, ამიტომ ახლებური შეცვლილი ტენდენციებით მოვა მეგობრებო. ახლებურად, სულ ახლებურად, აი რო არ ელოდებით ისეთ რაღაცებს გააკეთებს. ელოდოსა. ხო. თუმცა ინტრიგებით მოვა. ინტრიგებით მოვა. აი ახალ რაღაცებს მოიფიქრებს და მოვა, მეგობრებო. იმიტომ რომ ეშინია. ეშინია რომ არ მიიღებთ, ეშინია რომ აღარ გინდათ. ეშინია ხო არ ყავთ ვინმე? ეგოისტი ადამიანი. ეს არის ადამიანი ეგოისტი. ხა, არასტაბილურობის შიში აქვს. ვიცით როგორ მოვა, მეგობრებო, ერთი წუთით პაზლი ჩავსვა. ოჰოჰო, ვერა. ერთი წამით, მეგობრებო, გავიმეორებ. ხო. იცით როგორ მოვა, მეგობრებო, მოვა შემოგეპარებასავით და
ერთი ნაბიჯით წინ, მერე ორი ნაბიჯით უკან დაიხევს. ანუ მოგისინჯათ კბილს. მოდი ასე ვიტყვი, ხო. ბოლომდე ესე უცებ არ მოვა, ხო გითხარით, ესე უცებ არ მოვა. მოვა, მერე ცოტაც დაიხევს უკან. მერე კიდე მოვა, მერე კიდე დაიხევს, ესე ნელა, ხო. ესე ნელა შემოგეპარებათ. თვითონ ფიქრობს ასე, შემოპარვას. ხა უცებ ესე ვერ მოვა. უცებ რომ მოვიდეს, ანდა კიდე ისეთი სტაბილური უნდა შემოგთავაზოთ, რომ უკვე უკან დასახევი გზა აღარ აქვს, მეგობრებო. ხა უცებ ესე უცებათაც ვერ დაგეტაკებათ. რო იტყვიან. ხა, ეხა მოვიდეს უცებ და გითხრათ, დავაი, ახლა წავედით всё ზაგში, მოვაწეროთ ხელი, ვიქორწინოთ ესეთი რაღაცა, ეხა არ გამოვა. ეს რო შემოგთავაზოთ, უკვე ეს უნდა იყოს 100%-იანი და რადგან 100%-ით ვერ მოდის ჯერ კიდევ, ამიტომ ხო, ნახეთ, ვერ მოდის 100%-ით ჯერ კიდევ, ამიტომ მეგობრებო, სრულყოფილებამდე ამ ადამიანს ძალიან ბევრი გზა აქვს გასავლელი. ეს მისთვის ადვინახეთ. აი უბრალოდ ნახეთ, რასაც გეუბნებით კარტები როგორ საუბრობს მერე მეგობრებო, ადასტურებს, ხო? აი ამ ადამიანმა თქვენამდე გამარჯვებით რომ მოვიდეს, ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი სამყაროს გადაწყვეტილებით. იქ ჩვენ გვაჩვენა. იქ ჩვენ მის დახასიათებაში გვაჩვენა ის, რომ სამყარო იმდენად მიუკაკუნა ამას და ჩაუკაკუნა და ჩაუბრახუნა თავში, რომ სანამ არ გამოსწორდება, საშუალს არ მისცემს და ამ ადამიანმა ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს, რომ თქვენამდე მოვიდეს. რომ თქვენი თავი ისევ აჩუქოს სამყარომ, ეს არის მისთვის რთული უკვე, ეს მას რთულად მიეცემა უკვე. აქამდე თუ ადვილად მოგიპოვათ, ეხლა დაბრუნება თქვენი მისთვის ადვილი არ იქნება. მან ეს ძალიან კარგად იცის. ხო, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა იბრძოლოს, რომ თქვენამდე მოვიდეს, ნახეთ. აი, რო გატყუებდათ სულ. ხო, ამაყი ეგოისტი, ადამიანი ეგოისტი, რომელიც საკუთარ თავზე შეყვარებული, ხო, აი ეს იყო მეგობრებო. აი ესეთ ადამიანთან როგორი უნდა მოვიდეს. ნახეთ? ეს ხართ თქვენ. ესეთი გამარჯვება უნდა ამ ადამიანზე. საცოდავი მისი დღე. სამყარო ამას ამ სიამოვნებას არ მიანიჭებს. ამ ადამიანს რომ ესეთ ადამიანთან მოვიდეს როგორ ეს გამარჯვებით, გამარჯვებული ეს თქვენ ხართ, მეგობრებო. თვითონ კი არა. თქვენ სამყარო და გამარჯვება თქვენთან ანახეთ? ხო. ბოდიში მასთან. არა ბიჭოს. ხო. კიდევ გეცოდება? კიდევ ვინმე გეცოდება? მეგობრებო, საკუთარი თავი შეიცოდეთ. ნახეთ? ეს ადამიანი ძალიან ბევრს იბრძოლებს. ასეც უნდა იყოს. აცადეთ ამ ადამიანს იბრძოლოს. ირბინოს, ინერვიულოს, იოფლოს. აცადეთ. არაფერი არ გააკეთოთ, აი ეს ხართ თქვენ. იჯექით ესე ლამაზად თქვენს პოზიციაზე, როგორც ხართ ეხლა. და ეხლა ამან ინერვიულოს. არ შეგეცოდოთ, ამით არ მოკვდება. ხო. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. თქვენ საკმარისი გააკეთეთ უკვე და საკმარისადაც დაისაჯეთ და საკმარისადაც ინერვიულეთ. ხო? ეხლა მისი ჯერია. აცადეთ. აცადეთ. კარტი გიმეორებს. იჯექით თქვენ სტროლზე. სადაც ზიხართ, კარგად იჯექით. და თქვენ ცხოვრებას მიხედეთ. ზუსტად. ხო. ეხლა მან ინერვიულოს. თავისი დადგმული სცენებით. ხო იცით, მსახიობობა როგორია, არტისტი, რეჟისორი წერს სცენებს და მერე არგებს ვინც უნდა იმას თავის როლზე. ხო, მეგობრებო, თვითონ წერს და თვითონ კითხულობს მის როლს ეხლა და დაანებეთ თავი. მე არ გეუბნებით რომ თქვენ ამ ადამიანს ან არ გიყვარდეთ, ან რამე, არა, უბრალოდ აცადეთ. აცადეთ. თვითონ ინერვიულოს, თვითონ იოფლიანოს,
თვითონ წეროს და თვითონ იკითხოს. ტრანსფორმაცია. ხო. ეს არის ტრანსფორმაცია. მისი ტრანსფორმაცია. მისი. ეს არის მისი ტრანსფორმაცია. ასე რომ ჩემო ძვირფასებო აცადეთ. ტრანსფორმაცია აქვს კი, თავის ენერგიებს რო ვკითხულობდით, იქ გვაჩვენა. სამყარო როგორ აბრუნებს უკვე მის ცხოვრებას თავდაყირა. ამიტომ ეს ადვილი არ იქნება მისთვის. გველი ტყავს რო იცვლის, ხო იცით რა რთულია. ხო, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, უნდა გამოიცვალოს. აი ზუსტად. ესე ცარიელი ხერხემალი დარჩება აი საწოდავი. მინდა გითხრათ. ამიტომ ელოდეთ მისგან კი. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ხო, დრო და დროის კარტი მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან უნდა წარსულის დავიწყება და ახალი ცხოვრების დაწყება. ამიტომ ამბობს რომ დრო ყველაფრის მკურნალია. დრო და ნახეთ მეგობრებო აწერია დრო. დრო ყველაფრის მკურნალია. ხო, აი მეგობრებო. ტაროც ადასტურებს ჩემს სიტყვებს რომ აცადეთ დროში არ გაუსწროთ მოვლენებს და ეს ადამიანი ისე შეიცვლება რომ ამ ადამიანს სხვა გზა არ აქვს. თან იქ ამბობდა რომ დავიფიცეფო. ხო გახსოვთ მეგობრებო, თუ არ გახსოვთ, შეგიძლიათ უკან მერე გადაახვიოთ და ნახოთ თავისი დახასიათებაში ფიცს როგორ დებს ბიბლიაზე ხელის დადებით. ანუ ხო, სხვა გამოსავალს არ დაუტოვებს ამ ადამიანს სამყარო თუ არა უნდა გამოსწორდეს. ეს არ იქნება ადვილი, ეს იქნება კატასტროფულად რთული მისთვის, მინდა გითხრათ. ხო, კატასტროფულად რთული იქნება მისთვის, თან სულიერებასთან მისვლამდე მეგობრებო, არ იქნება ადვილი. ეს იქნება ურთულესი გზა, ჯოჯოხეთი იქნება მისთვის. მაგრამ უნდა გაიაროს. ხო. უნდა გაიაროს ეს სირთულეები, ეს პრობლემები მან თვითონვე უნდა გაიაროს. ეხლა დაინახავს როგორია ღალატი, როგორია ზურგი შექცევა ადამიანზე, როგორი რთული ყოფილა წერტილის დასმა. აი რო დაგისვათ წერტილი ვთქვათ და წავიდა თქვენგან, ხო? ეხლა დაინახავს როგორია წერტილის დასმა. და ზურგი შექცევა ადამიანებზე. თან ისეთ ადამიანიდან, ვინც გიყვარს. ხო, ეხლა დაინახავს როგორია ზურგი შექცევა. ეხლა გაივლის იმ გზას, რაც თქვენ გაგარონიათ. ხო, ნახეთ ეხლა თქვენი სიტუაცია. ეს ხართ თქვენ. კვერთხების დედოფალი. კვერთხების დედოფალი იცით რა არის? თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი ადამიანი, რომელიც უკვე აღარ შფოთავს, აღარ ნერვიულობს, თავისთვის წყნარად არის, ძალიან სექსუალურია, ძალიან მიმზიდველია, ძალიან წრფელია, ყველა მას ეტრფის, ყველა თვალს აყოლებს ამ ადამიანს. ეს ადამიანი ქუჩაში მიდის და სითბოს ასხივებს, ყველგან სითბოს ტოვებს და ყველას მიმართ გამოხატავს ესეთ თბილ და კარგ ურთიერთობას. და ახლა ნახეთ ხმლების მეფე. ხა ეს თვითონ მეგობრებო. აი მისი პოზიცია დღეს ამ წუთებით. ამ წუთას ძალიან ავტორიტეტული, ძალიან სიმპათიური შეიძლება იყოს, გამოცდილი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ადამიანი არის ჯიუტი. ხო. შეიძლება იყოს აქტიურიც, შეიძლება იყოს ბაბუაც, შეიძლება იყოს ძლიერი, ძალიან ჭკვიანი, სულელი არაა. მაგრამ მეგობრებო, ჯიუტი. ხო. და აი ესეა მეგობრებო, ამიტომ ხო, თქვენ კვერთხების დედოფალი ხართ და ის ხმლებშია, ხმლების მეფეა. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ბრძოლა უწევს.
მისი პოზიცია უპასუხისმგებლობაა. უპასუხისმგებლობაა, რომელი იმპერატორი, მეგობრებო, ჯერ იმპერატორამდე ამ ადამიანს ეტაპები აქვს გასავლელი, იმიტომ რომ თქვენამდე სხვანაირად სამყარო არ მოუშვებს. ეს არის თავისი არჩევანი, რაც მან გააკეთა, არასწორი არჩევანი, მინდა გითხრათ. ადამიანმა, რომელმაც იგნორი გაგიკეთათ და გაიგნორათ, ეხლა იმკის თავის ხო, აი, ნახეთ როგორი ადამიანები და გაიგნორათ. როგორ ადამიანს შეაქცია ზურგი, უბრალოდ ნახეთ, მეგობრებო. ხო. აი, ეს ხართ თქვენ. მისთვის ეს იგნორი. გაგიკეთათ იგნორი. ხო. უძლიერესები ხართ. თუმცა ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. ამ ადამიანს ეშინია რომ ან შური არ იძიოთ მასზე. თუმცა ეს შეიძლება თქვენც იყოთ და ეპრანჭებოდეთ და ამ ადამიანის ნერვებზე თამაშობდეთ, ესეც შეიძლება იყოს. კი, უკვე აღიზიანებდეთ, იმიტომ რომ ნახე რა დაკარგე, ნახე როგორი ადამიანი დამკარგე, შეიძლება ესეც რაღაცებს აკეთებდეთ. კი, არა გამორიცხული და არ მიკვირს. ხო. ეს ერთი. ეს ასეც რო იყოს, ასეც უნდა იყოს. კი. და აქ კიდე მეორე არის ის, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა მასზე შურის ძიება. შეიძლება თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ გინდათ მასზე შურის ძიება, არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ფიქრობს, რომ ეს თქვენ ხართ. და აქ შეიძლება კიდევ სხვაც იყოს ვინმე, ეს თქვენ თუ არ ხართ, მაშინ სხვა არის ვინმე. ეხლა მე რასაც ვსაუბრობ, თქვენ მიხდებით, მეგობრებო. მე მგონი გარკვევით ვსაუბრობ. კი, ამიტომ ვიღაცა ატყუებს, ან თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ გინდათ, რომ მოატყუოთ და სამაგერო დაუბრუნოთ და შური იძიოთ, თვითონ ფიქრობს, ასე შეიძლება და შეიძლება იყოს კიდევ, ხო? კი, ეს თქვენზე ფიქრობს. თქვენზე ფიქრობს, მეგობრებო. არა, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ხო, თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ გინდათ მასზე შურის ძიება, თუმცა ამ ადამიანს უნდა რომ ეს სიტუაცია მიაწყნაროს, დააწყნაროს, დააბალანსოს და შეინარჩუნოს თქვენთან ურთიერთობა კი. ამ ადამიანს უნდა ამ ურთიერთობაში სითბოს დათბობა. მაგრამ ეშინია, რომ არ გაუმართლებს. ხო, ეშინია, რომ მოტყუებული არ დარჩეს. მოკლედ, ელოდეთ მისგან SMS შეტყობინებას და თუმცა მე ვერ დაგპირდებით, რომ ეს შეტყობინება იქნება ისეთი, რომ უცებ დათბება ურთიერთობაში და უცებ ყველაფერი შეიცვლება კარგისკენ. თუმცა ელოდეთ მისგან შეტყობინებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ ადამიანმა აღიაროს ის, რომ რაც გააკეთა ამ საქციელით ბედნიერი არ არის. შეიძლება ამ ადამიანს ძალიან ბევრი ფული ჰქონდეს, ფინანსურად ფეხზე კარგად იდგეს, გამართული იყოს, არაფერი არ აკლდეს. ფინანსებზე მაქვს საუბარი, მაგრამ მოგწერთ იმას, რომ ის რამე ცხოვრებაც მე მაქვს, ეს მე არ მახარებს და ეს მე არ მაბედნიერებს. ამას მოგწერთ. მე მარტო ვარო გეტყვით, შეიძლება გაგრძნობინოთ, ესე პირდაპირ არ მოგწეროთ, მაგრამ თქვენ იგრძნობთ, ეხლა მე რასაც საუბრობ, თქვენ ამ ყველაფერს იგრძნობთ, მეგობრებო, კი? ამიტომ ელოდეთ მისგან კონტაქტზე გამოსვლას. აუცილებლად ელოდეთ კონტაქტზე გამოსვლას უახლოესი 1 კვირის განმავლობაში. დაჩქარებულათაც კი, დაჟე უფრო ადრეც, მეგობრებო. ხო. აი უცებ შეიძლება დღესაც მიიღოთ. ანუ ამ 1 კვირის შიგნით ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოთ მისგან შეტყობინება. ხო. შეიძლება გითხრათ, რომ მარტო ვარ. აი დღესაც მარტო ვარ. ზოგიერთებთან შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვიდეს კონტაქტზე, ცოტა აგრესიაც შეამჩნიოთ. ხო, მისგან შეიძლება აგრესიაც შეამჩნიოთ. შეიძლება მისი ამბავი აგრესიულად მოგიყვეთ უბრალოდ, ხო.
თორე ახლა თქვენთან აგრესია, თქვენს მიმართ რაიმე პრეტენზია შეიძლება არ ქონდეს ამ ადამიანს, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამომდინარე თვითონ იყოს უკვე აგრესიული, გამხდარი და თავის ცხოვრებით უკმაყოფილო, ამიტომ ხო, შეიძლება ესე გამოუვიდეს ძალაუნებურად მას თავისი საქციელით, მაგრამ ხო, ნუ რაღაც ესეთი მსგავსი. კი, იგრძნობთ თქვენ ამ ადამიანიდან, რომ ეს ამ ადამიანს როგორი ფუფუნება ცხოვრებაც არ უნდა კონდეს, შეიძლება მაგარი ბრენდის ტანსაცმელები ეცვას, კარგი მანქანა ყავდეს, კარგი ცხოვრება კონდეს, აი რაც უნდა ფულით, ფინანსებით ყველანაირი სურვილს ისრულებდეს, მაგრამ იყოს უბედური, ბედნიერება არ კონდეს. პარტნიორულ ურთიერთობაში ბედნიერება არ კონდეს ამ ადამიანს, აკლია. სითბო დანაკლისი აქვს სითბო სიყვარულის პარტნიორული ურთიერთობის ხო ამიტომ ამ ყველაფერს თვითონ თუ კი არ გეტყვით თქვენ იგრძნობთ ამ საუბარში იგრძნობთ ამ ყველაფრის უკმაყოფილებას ამიტომ ჩემო ძვირფასებო არაფერზე არ ინერვიულოთ ეხლა თქვენი დროა იმ მხრივ რომ თქვენ რაც გაიარეთ, უკვე გამოხვედით იმ დეპრესიებიდან და უკვე მშვიდად ხართ და გაწონასწორებული, ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის დროა მოსული, ახლა მან უნდა ინერვიულოს და მან უნდა იმტვრიოს ტვინი. ესე ხდება ბალანსი. თქვენ დაიბრუნებთ თქვენს ენერგიებს, მისი ესეთი ყოფნით მე ხა კი არ უნდა გვიხაროდეს ეს, მაგრამ ესე ხდება სამყაროში. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. მადლობა ტაროს დასტას, ძალიან ბევრის მთქმელია ჩვენი დასტა, ამიტომ ძალიან მიყვარს. აბა როგორ ვართ მეგობრებო? ხო არ დავიღალეთ, ჩემო ძვირფასებო. ხო არ დავიღალეთ. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ ასტრაბარათებზე, ან როგორ გიყურებთ თქვენი პარტნიორი სადღაცა. გადავიდეთ ახლა ასტრაბარათებზე. რას გვეტყვის ახლა ასტრაბარათები? თქვენი პარტნიორი რას გვეტყვის ახლა ასტრაბარათების დახმარებით? აი რისი თქმა უნდა თქვენს პარტნიორს ის რაც უნდა იცოდეთ. ხო, ის რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი აანალიზებს თავის აქციებს, თქვენს ურთიერთობაზე ძალიან ბევრს ფიქრობს. აი, ნახეთ ანალიზი. ძალიან ფიქრობს ამ ურთიერთობაზე, უკვე ფიქრობს, კი. უკვე აანალიზებს ამ ყველაფერს. ყველაფერს აანალიზებს, მეგობრებო, შედეგებზე ფიქრობს. ოხ, მე აქ ვხედავ ორმხრივ სიყვარულს. ენა მოვიკნიტე. მეგობრებო. ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი. ორმხრივი გრძნობა. გრძნობა ორმხრივი. ანუ ადამიანი ზოგადად ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანი უნდა აფასებდეს გრძნობას ორმხრივად, მეგობრებო. ხო, ახლა და ფიქრობს, ახლა ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ამ ყველაფერზე, თუ როგორია ორმხრივი გრძნობა, თუ როგორია ორივედან სიყვარული, ცალმხრივი არა, ორივე სიყვარული, შერწყმული ურთიერთობა, ბალანსი ურთიერთობაში. ამ ყველაფერზე ახლა ფიქრობს, მეგობრებო. აქამდე თუ არ ფიქრობდა და მე ვხედავ რომ არ ფიქრობდა. ახლა ფიქრობს, გაგიკვირდებათ, მაგრამ ფიქრობს. ახლა ფიქრობს. ხო, დაუდგა ის დრო, რომ ახლა ფიქრობს. ახლა აანალიზებს თუ რამხელა სხვაობა და როგორი კარგი ყოფილა ორმხრივი სიყვარული. რა ძალა აქვს ორმხრივ სიყვარულს? ახლა აანალიზებს თქვენი პარტნიორი. ნუ პარტნიორი თუ ვინც გინდათ ის დაარქვით, თუნდაც დედმამიშვილი, მეგობრებო. ხო. აქამდე არ ფიქრობდა, მაგრამ ახლა ამას უკვე აანალიზებს კი. ამ ადამიანს უნდა თქვენთან თანამშრომლობა. ეს არის თანამშრომლობის კარტი. მოლაპარაკებების კარტი. ანუ ხედავთ ხო ბრძნულად როგორ
მეტყველებს, ჭერმეტყველებს, ხო. მოლაპარაკება უნდა თქვენთან ამ ადამიანს. მაგი. ესე იგი, მეგობრებო, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მაგები. მოდი ჯერ ამას ვიტყვი. ეს არის მაგის ბარათი და ეს ხართ თქვენ. ხო, ეს ხართ თქვენ. შეიძლება მას უნდა ეს, მაგრამ ეს ხართ თქვენ. მოდი მე მაინც ეხა ჩავაბრუნებ ამას და ნახოთ. აბა, ნახოთ მეგობრებო, სადა მოვა. მოკლედ ამ ადამიანს უნდა მოლაპარაკება თქვენთან. უბრალოდ რაღაც არარეალურად ამოვიდა მაგის კარტი ეხლა აქ და შინაარსობრივად სულ სხვაგან გადაუხრია, ამიტომ მაინტერესებს და ჩავაბრუნე. რას გვეტყვის, რა მოლაპარაკებაზეა საუბარი? ახალის დასაწყისზე. რაღაც ახალის დაწყება უნდა, ახალის წამოწყება უნდა, გაახლება უნდა, სიახლეების შემოტანა უნდა ურთიერთობაში ამ ადამიანს. თქვენთან დაკავშირებით უნდა რომ რაღაც სიახლეები შემოიტანოს და რაღაც ახალი დაიწყოს, ახალი ეტაპი. ელოდეთ მისგან სიახლეებს, მეგობრებო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ელოდეთ, კი. კიდევ რაო. აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი სადღაც გიყურებთ. ეს ადამიანი სხვათა შორის მინდა გითხრათ ძალიან კრეატიულია. ხო, შეიძლება მეგობრებო, შეიძლება ამ ადამიანს თქვენი ფოტო კონდეს. ან თქვენ ფოტოს ვინმეს აჩვენებდეს. ხო, რაღაცებს შეიძლება თქვენი მიწერ-მოწერილები შენახული კონდეს და უყურებდეს, რადგან აქ წიგნიც არის გადაშლილი და ამ ყველაფერს უყურებდეს, იხსენებდეს თქვენს მიწერ-მოწერებს, თქვენს კომუნიკაციას იხსენებდეს, რა მიწერეთ, რა მოწერეთ, ხო. ამ ყველაფერს უყურებდეს და ამ ყველაფერს აანალიზებდეს და ამ ანალიზიდან ფიქრობდეს და იმ დასკვნამდე მივიდა ადამიანი, რომ აქ არის ორმხრივი სიყვარული თურმე. კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ხო, ეხლა ხვდება ეს ადამიანი თურმე, რომ ორმხრივი სიყვარული კარგი ყოფილა. გრძნობა ორმხრივი კარგი ყოფილა. ეხლა ფიქრობს, ახლა აანალიზებს, ეხლა დაშლოს მეგობრებო. რუსები რო იტყვიან დაშლოს. ხო. ეხლა მეგობრებო. გიყურებთ სადღაც ეს ადამიანი. კარგად გიყურებთ. აი, გავიმეორებ, ეს ადამიანი არის ძალიან ჭკვიანი. შეიძლება იყოს ბებია ბაბუაც, ნუ ვინც მიყურებთ ახლა თქვენი პარტნიორი. და იყოს შეიძლება ძუნწი გზნობის მხრივ, მეგობრებო. ნუ ზოგი გზნობის მხრივ, ზოგი ფინანსების მხრივ, ემოციის მხრივ, ძუნწი არის გაცემა არ უყვარს ამ ადამიანს. ყურადღება პირიქით მისკენ უყვარს, მას, მე. ხოლოდ მისკენ იწიწავს საბანს. და ადამიანი, რომელიც ეჯაჭვება ხოლმე რაღაცებს, ანუ ეჯაჭვება რა, ანუ არ თმობს არაფერს, არ დათმობს თავისას. რაღაცნაირად, არ ვიცი ხა რა დავარქვა ამას. მიჯაჭულობა, მაგრამ ძუნწი, რომელიც არ დათმობს. ძუნწი, რომელიც არ დაგანახებს. ძუნწი, რომელიც არ გაიმეტებს სითბოს, ყურადღებას, ფინანსებს, ხო გააჩნია ხა სიძუნწე რის მიმართ. ხა თქვენ მე რასაც ვსაუბრობ, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით მე რას ვსაუბრობ, მეგობრებო. მოკლედ, მოდის კუს ნაბიჯებით ეს ადამიანი, მინდა გითხრათ. სპილოზე, მოდის კუს ნაბიჯებით, ნელი ნაბიჯებით, სპილო ნელია, მაგრამ ძლიერად მოდის, მყარად მოდის, იცოდეთ. მინდა გითხრათ, რომ მყარად მოდის. მოდის, მეგობრებო. გარწმუნებთ, ნუ ეხა თქვენი გადასაწყვეტია დაიბრუნებთ თუ არ მიიღებთ ამ ადამიანს, მიიღებთ თუ არ მიიღებთ, მაგრამ
მე გარწმუნებთ, რომ ეს ადამიანი მოდის. მოდის მოქნილი მოდის, ძლიერად მოდის. სპილონელია ვიცით, მაგრამ ძლიერია. ძლიერად მოდის. თითქოს რაღაცა გამარჯვებით მოდის. ან რაღაცა საჩუქრით მოდის, ან რაღაც გამარჯვებით მოდის, რაღაცით მოდის, ხელში რაღაც უკავია და მოდის. ხო, ეს ადამიანი თუ კი სპორტსმენია და რაიმე შეჯიბრება აქვს, მეგობრებო, გაიგებთ, რომ რაღაც გაიმარჯვა. გამარჯვება ელოდება. თუ კი პაიქრობა, გამარჯვება ელოდება, რაღაც გამარჯვებით მოდის, დაჯილდოებით მოდის, რაღაცა წარმატებით მოდის. მეგობრებო, არ ვიცი ხა თქვენ სიტუაციას მოერგეთ. თუ სპორტსმენია და რაღაცა აქვს, გამარჯვება ელოდება. თუ რაღაცაა და ხო, ანუ სიტყვა ერთია, გამარჯვებით მოდის. თავის საქმიანობაში გამარჯვება ელოდება ამ ადამიანს. ხო. რა ვიცი, მეგობრებო, ვიცი რა ვიცი და კიდევ ერთიც დაბნეულია. დაბნეულობას აქვს ადგილი ამ წუთას. მისთვის ეს სიტუაცია არის დამაბნეველი. შეიძლება თქვენთან რომ მოვიდეს ცოტა დაბნეულიც იყვეს, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ იცით რა სიტუაცია ექნება, ბალზეა და ტყემალს ჭამდეს. ან ხო, ძალიან ისეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, რომ როდესაც გამოჩნდება და მოვა ეს ადამიანი თქვენამდე, მას შეატყობთ რომ დაბნეულია. იმიტომ რომ ემოცია ისეთი ემოცია ექნება ამ ადამიანს თქვენთან თუნდაც წერილის მოწერით, თუნდაც კონტაქტზე გამოსვლით, რომ დაიბნება, ვერ მიხვდება რა გააკეთოს, თქვენ ამ ყველაფერს შეამჩნევთ. თუმცა მის დაბნეულობას არ აყვეთ. ხო, არ აყვეთ რა, უბრალოდ არ გეწყინოთ, საწყენად არ მიიღოთ, იმიტომ რომ სხვანაირადაც ვერ წარმომიდგენია ეხლა, იმიტომ რომ ძალიან დაიბნევა ადამიანი ამდენი ხნის შემდეგ, ნუ არ ვიცი ხა რა მანძილი და რა დროა და რა დროა გასული ამ ყველაფრიდან თქვენ შორის, მაგრამ ხო ეს დრო და მანძილი კიდევ თავისას მაინც გააკეთებს, აი ემოცია დააბნევს ამ ადამიანს, დაბნეულობას ექნება ადგილი. ხო ნახეთ ახლა რვეული სადუდვია და პასტა სად აქვს გაწეული, ანუ მიხვდებით ხო, რამხელა დაბნეულობას ექნება ადგილი. შეიძლება თქვენც დაიბნათ, ეს თქვენც იყოთ, არ გამოვრიცხავ. მის გამოჩენაზე ესეთი რაღაცა დაგემართოთ. უი, მეგობრებო, ესეც არაა გამორიცხული. შეიძლება დაიბნეთ ძალიან თქვენც. ხო, ეს თქვენ უფრო იქნებით. მის გამოჩენაზე. კი, ეს თქვენ ხართ, დაიბნევით. მეგობრებო, უი, სასწაული თუ გინდოდეთ. ხო. ეს თქვენ ხართ დაბნეულები, თვითონ მოდის და ეს თქვენ ხართ დაბნეულები. აი? მეგობრებო. ხო. ძალიან გაგიკვირდებათ, გაოცდებით, დაიბნევით. შეიძლება აზრებს, ფიქრებს თავი ვერ მოუყაროთ. ეხლა არ მითხრათ არაო, იმიტომ რომ თქვენი ფაქტის წინაშე როცა დადგებით, მეგობრებო, მაგ დროს თავს ვერანაირად ვერ გააკონტროლებთ, გარწმუნებთ. ასე ვიზამ და ისე ვიზამო, ეს არ თქვათ. აბა ერთი მომეკაროს და ნახყოს რას ვუზამ. ეს არ თქვათ, მეგობრებო. ეს არ თქვათ. იმიტომ რომ ვერაფერსაც ვერ იზამთ. ზოგს შეიძლება საწერკალამიც გაგივარდეთ ხელიდან, ზოგს შეიძლება ტელეფონიც გაგივარდეთ ხელიდან. ხო, აი იმნაირი ემოცია დაგეუფლებათ, დაიბნევით, გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ არ ელოდებით, მეგობრებო. დედას ფიცავარ ეს თუ არ დაგემართოთ. ზოგს აგაკანკალებთ. ხელები აგიკანკალდებათ, ხო. რა დაწეროთ აზრებს, ფიქრებს, ემოციას თავს ვერ მოუყრით. დედას გეფიცებით, ასე თუ არ იქნებით. იმდენად გაგიკვირდებათ და იმდენად მოულოდნელი იქნება ამ ადამიანის გამოჩენა თქვენ ცხოვრებაში, ხო, გაიყინებით, გაშეშტებით. ხო.
არ ელოდებით. ნუ კი ელოდებით, როცხა ახლა ფიქრობთ, როგორ არ მოვა, როცხა მოვა, როდესღაც მოვა, ხო? ელოდებით, მაგრამ ფაქტის წინაშე რო დადგებით, ხო? ეს ყველაფერი იქნება თქვენთვის შოკის მომგვრელი. ამიტომ გეუბნებით, წინასწარ არ თქვათ ის, რომ არ მივიღებ, მე მას არ მივწერ, მე მას არ დაველაპარაკები, მე ასე ვიზამ, მე ისე ვიზამ, ეს არ თქვათ. ჩემთან ეს ზღაპრები არ მოყვეთ, მეგობრებო. იმიტომ რომ მე აქ სულ სხვა რაღაცას ვხედავ. ხა, ძალიან გაოცებებს ვხედავ თქვენგან. თქვენ გაოცდებით. ზოგი იფიქრებთ ეს აი ზუსტად უბრალოდ ეხა დააკვირდით. აი ესე თავქვეშ ხელს ამოიდებთ და იფიქრებთ ეხა ამას რა პასუხი გავცევ, ასე იფიქრებთ. იფიქრებთ იმაზე თუ რა მივწერო. აი რა პასუხი, რა უპასუხო, ამას იფიქრებთ, მეგობრებო. ვერ მიხვდებით რა პასუხი გაცეთ ადამიანს. შეიძლება ისეთი რაღაცა მოგწეროთ, რომ ვერ მიხვდებით რა უპასუხოთ. ესე თავქვეშ ხელს ამოიდებთ და იფიქრებთ, ახლა ამას რა უპასუხო. ახლა ეს რისი ღირსია. შეიძლება ესეც თქვას ვინმეს, ვაიმე ეს რისი ღირსია ახლა. ხო, ვერ მიხვდებით რა პასუხი გაცეთ. დაბნეულობას ექნება ადგილი აზრებს, ფიქრებს, საქციელებს, თავს ვერ მოუყრით, მეგობრებო, ძალიან დაიბნევით. ხო. თუ კი პირდაპირ ესე დაგადგებათ ადამიანი წინ დაგიდგებათ და ესე პირდაპირ დაგადგებათ, ხო საერთოდ შოქს მიიღებთ. გაშეშდებით ერთ ადგილას. ხო. ხანდაკებას დაემგავნებით, გაშეშდებით მეთქი გეუბნებით. საჯაროა კი. ამიტომ ელოდეთ ესეთ რაღაცებს და იყავით მზად. ხო. იყავით მზად. გაოცებებისთვის, შოკისთვის, დაბნეულობისთვის, აი რო ვერ ხვდებით რა გააკეთოთ, შეიძლება გაიყინოთ ერთ ადგილზე ფეხი ვერ გადაადგათ. ესეც იყვეს. ხო, ამიტომ ელოდეთ ამას, მეგობრებო, ეს წუთი წუთით შეიძლება მოხდეს. ერთი კვირის შიგნით. ერთ კვირაში 7 დღე შედის, ვიცით, ხო? ხო. ერთი კვირის შიგნით. ამ წუთიდან ერთი კვირის შიგნით. ელოდეთ. ნუ ეხა ყოფილია თუ არა ყოფილია, ნუ რაღაცა ხო? ეხა უცხო ადამიანი არაა ეს. იცნობთ. მე არ ვიცი ეხა მანძილზეა ეს ადამიანი, თქვენგან მანძილზეა. ეხა ვისთან როგორ და ვისთან როგორ ყოფილით, შეიძლება ყოფილიც იყოს და არა ყოფილიც, რა ვიცი, არ ვიცი მეგობრებო, უცხო არაა ყოველ შემთხვევაში. ხო. ეს არის ის ურთიერთობა, სადაც იყო დაპირებები და არ მოხდა. ეს არის ის ურთიერთობა, სადაც გქონდათ ოჯახი და ოჯახიდან წასული იყო. ან ოჯახიდან წასული იყო, ან ოჯახამდე უნდა მისულიყო. ან უნდა მივიდეს. ხო, ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია. მე აქ გაყინულებს გხედავთ, გაშტერებულებს გხედავთ, მაპატიეთ, დაბნეულებს გხედავთ. მე აქ გხედავთ შოკის დაშოკილებს, აი გაოცებულებს, რო ვერ ხდებით საწახვიდეთ, რო ვერ ხდებით რა გააკეთოთ, რა მიწეროთ, რა უპასუხოთ, როგორ მოიქცეთ, დაიბნევით. რა ჩაიცვათ ანდა შეიძლება ისეთ დროს გამოჩნდეს რომ აი ვთქვათ რაღაც არ იყოთ მოწესრიგებულები არც ამას გამოვრიცხავ ხო სადმე შეიძლება ქუჩაში იდგეთ და უცებ დაგეხატოთ ადამიანი ჩეულებრივად გასულები იყოთ და თქვენ ახლა ესეთი რაღაცა არ გახასიათებთ ან უცებ მაღაზიაში გაირბინეთ ან იქნებ მეგობრებო აი ეხა იტალიაში როგორ ხდება ნაგავი ცალკე უნდა გადაყარო ხო ჯერ უნდა გაიტანო ნაგავი გახვიდე უნდა სპეციალურად რომ ნაგავი გაიტანო და გადაყარო და იქნებ ამ დროს ნაგავით ხელში ეხა და ხო აი ხვაზე ხართ პროსტა მეგობრებო აი ხვაზე ხართ პროსტა რას ვსაუბრობ და ამ დროს დაგეხატებათ წინ ადამიანი იქედან აქედან ნაგავი გიკავიათ ხელში ეხა გაგიჟდებით აბა რა იქნება
გაოცდებით აბა რა იქნება? გასულელდებით აბა რა იქნება, მეგობრებო? რო არ ელოდებით, ეხლა უცებ თმა დაუბარცხნელიც იქნებ ამ ნაგავის გადაყრის დროს, გახვიდეთ უცებ გარეთ ან ჩუსტებით, ანუ მოუწესრიგებელი, ეხლა იმას არ ვამბობ, რომ რაღაც ისე უბრალოდ რა, რაც არ გჩვევიათ უცებ ეხლა. ხო. აგეტუზებათ, რანაირია? შოკია, ხო შოკია. ჩემთვის შოკია, ასხისთვის არ ვიცი რა. ხო. ჩემთვის შოკია. ხო. ხო, ესეც არის. კი ბატონო. კი ბატონო, ესეც არის. ესეც არის მეგობრებო. ხო. ისეთი რაღაცა მოგწეროთ, შეიძლება რომ მართლა დაიშოკებით. აი, ეხლა შეიძლება მოგწეროს ადამიანმა ცოლად გამომყევი, მოვდივარ დასაქორწინებლად. ეხლა შოკია, აბა რა, მეგობრებო. აბა რა არის, შოკია. ვერ მიხდებით, რა უპასუხოთ. პასუხი არ გექნება. თქვენ ხო ამბობთ, ეხლა თქვენ ყველაფრისთვის პასუხი მზად გაქვთ. ეხლა არ მითხრათ, რომ არაო, ეხლა ესე ფიქრობთ, რომ თქვენ ყველაფრისთვის პასუხი მზად გაქვთ. ხო? ესე ფიქრობთ ეხლა, ყველა ესე ფიქრობთ, უმეტესობა, დარწმუნებული ვარ. არაო არ დამიწეროთ ეხლა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მაგრამ ამის წინაშე რო დადგებით, მაგი პასუხი სად გაგიქრებათ, არ ვიცი, სად გაგეპარებათ. ხო. პასუხი აღარ გექნებათ. პასუხს ძებნას დაუწყებთ. იცოდეთ მეგობრებო, აი ესეთი სიტუაცია გელოდებათ, რომ პასუხს ძებნას დაუწყებთ. სულ სხვა ნოტებზე ამღერდებით. კი ბატონო, ესეთ რაღაცას ელოდეთ. მოკლედ სასწაული იყო, ასტრაბარათები ხო კიდე თავისებურად სასწაულებს გვიყვება, ამბებს აქ და მოკლედ კარტები და ტაროს დასტა, ზოგადად კარტი, ტაროლოგია არის ისეთი რაღაცა, რაც მეგობრებო სასწაულ ამბებს გაგაგებინებთ. მე ილუზიაში ძამა მოხვედი, ძამა. ილუზიაში არ ჩაგაგდებთ, უბრალოდ ასე იქნება. ასე იქნება. ხა. ეხა შენი ქალბატონი რომ მოგწერს რაღაცებს, ემანდ ფრთხილად იყავი, პასუხი რაღაცე ჯერ არ დაგეგმო. მორიელ. ხა, იმიტომ რომ ვიცით ეხლა ჩვენ, ვიცით. მაგი ამბავ ძამა. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, არაფრიდან დაზღვეულები არ ვართ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, ყველაფერი შეიძლება. ხო, ამ ადამიანმა ისიც თქვა, სიყვარულის დროს ყველაფერი დასაშვებიაო იქ, კარგად თუ მოусმენთ, კარგად მოусმინეთ, მეგობრებო, როდესაც ავტვირთავ. ხო, მე რასაც ვამბობ ეხლა? ვიცი ძამა. ძალიან კარგად ვიცი. ხო. მე ძალიან კარგად ვიცი. ზოგადად ვამბობ ისე თორე. ხო და რას ვამბობდი? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ ესეთ რაღაცებს. ხო, ელოდეთ ესეთ რაღაცებს. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მინდა ბედნიერი და წარმატებული დღე გისურვოთ ყველას. ხო, ნუ ეხა ყველასთან არა, ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ შეიძლება ადამიანმა მერე რა ვთქვათ, შეიძლება ისეთი რაღაცა მოგწეროს, მაინც მოგწეროს. მერე რა, 1 და 2 გამიგონია, ცოლი ყავს, ქმარი ყავს და მაინც წერენ. რაღაცას მაინც წერენ, თავისას მაინც ის მაინც მოგწერს, იმიტომ რომ ის სათქმელი მაინც უნდა გითხრას, მეგობრებო, ვთქვათ. ეს თქვენი გადასაწყვეტია, ვის როგორ წამს ტაროს და ტარო არაზრს არ იტყუება.
და ზუსტად აი მე თუ კი მინდა რაიმე მაგალითად მეგობრებო ეხლა ზუსტად პირადულზე მე არ ვშლი, მაგრამ თუ კი მაინტერესებს რაღაცეები, ვთქვათ, საჩემოდ, რამდენიმე კარტს რო ამოვიღებ, ის არის უტყუარი. ის ინფორმაცია, რასაც მე ტაროს დასტამ აძლევს, პირადად ჩემთვის თუ კი რაიმე კითხვა მიჩნდება, ყოველთვის აი ამ ტაროს დასტაზე ყოველთვის ვამოწმებ. ხო. თუნდაც ადამიანი, თუნდაც სიტუაცია, რამდენიმე კარტს ამოვიღებ და ხო, რამდენიმე კარტს ამოვიღებ და პასუხი უკვე ვიცი. ის არის აი უტყუარი. მაგალითად, საბუთებთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ რამდენადაც წავედი, იმდენჯერ წინათ ღამით ამოვიღე, რომ საბუთებზე მაინტერესებდა ავიღებდი თუ არა და რამდენჯერ უარი მითხრა, ვერასდროს ვერ ავიღე. ხო. ვერასდროს ვერ ავიღე. ის რაც მითხრა ტარომ ზუსტად ისე ვერ ავიღე. როგორც მითხრა, ზუსტად ისე იყო და ვერ ავიღე. ამიტომ მეგობრებო, ეხა არც ის ვარგა რომ დამოკიდებული გავხდეთ ამ ყველაფერზე, უბრალოდ ეს სიტუაცია არის იმის, რომ ცხოვრება გაიუმჯობესოთ, თორე ამაზე დამოკიდებულება არ შეიძლება. არ შეიძლება ამაზე დამოკიდებულება. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ. ყოველი დღე ყოფილიყოს ბედნიერი. წარმატებული, იღბლიანი. მეგობრებო, გული არაფერზე არ გაიტეხოთ. რა დღეც გაგითენდებათ, ის დღე უნდა იყოთ ბედნიერი. ანუ ხო ხვდებით. რა დღეც გაგითენდებათ, ის დღე უნდა იყოთ ბედნიერები. მეტი გზა არ გაქვთ. ხო. ამიტომ ყოველი გათენებული დღისთვის უფალს მადლობა. სამყაროს მადლობა, წინაპრებს მადლობა, ჩვენს მფარველ ანგელოზებს მადლობა. ყოველთვის ასე ვამბობ მეგობრებო. მე შეიძლება არ დავდიოდე ტაძარში, მე შეიძლება სრულყოფილად არ ვკითხულობდე ლოცვებს, არ ვიყო აი ესე გადატვირთული დილიდან საღამომდე ლოცვებით, მაგრამ ერთი გულიდან ამოსული უფალო სიტყვა ყველაფრის მთქმელია. გარწმუნებთ. თუნდაც ისიც რომ ბევრ ეკლესიაში მოსიარულეს ვჯობივარ იმით რომ მე არ დავდივარ. თქვათ, ეხლა ამ თემას არ უნდა ვეხებოდე, მაგრამ ხო, უფლის რწმენა და საკუთარი თავის იმედი ყველაზე კარგია. სიბოროტეს რო არ ვაკეთებთ, ეს მეც ძალიან კარგად ვიცი. ეს ჩვენ არ გვახასიათებს. არ შეიძლება და იმიტომ ამით არაფერი გამოგვივა. დღევანდელი დღე, უფალს მადლობა რომ ავდექი, უფალს მადლობა რომ ვარსებობ. უფლის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერი არაა, მეგობრებო. პირადად ჩემი არაფერი არაა. უფლის გარეშე არაფერი არ ვარ და არ ვიქნები. ვერ ვიქნები. ვერც ერთ ნაბიჯს უფლის გარეშე ვერ გადავადგამ. ხო. რაც მაქვს იმისთვის მადლობა უფალს. რომ ფეხზე ვდგავარ, რომ ჯანმრთელი ვარ. რომ შემიძლია. განარჩენები არ იდადოთ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერისთვის, იმ თბილი სიტყვებისთვის, რასაც მე მიტოვებთ. უღრმესი მადლობა ყველას. და ბედნიერები ყოფილიყავით ყოველთვის. აბა დროებით ჩემო ძვირფასებო.